მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ ვატარებთ ესე იგი შეზღუდული შეძლებების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს რიგით მესამე სხდომას. ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა მთავრობამ შეზღუდული შეძლებების მქონე პირთა სრულფასოვანი სოციალური ინტეგრაცია და ამ კუთხით არსებული ბარიერების დაძლევა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. მოგეხსენებათ ყველას, რომ 27 ოქტომბრის სხდომაზე საბჭო გაეროს შეზღუდული შეძლებების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ორგანოდ დასახელდა, რაც ასევე მნიშვნელოვნად ზრდის შეზღუდული პირთა საკითხებზე მომუშავ საბჭოს ფუნქციებს. კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. მე მინდა ეს კიდევ ერთხელ აღვნიშნო. ჩვენი სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ იმ გამოწვევებს დასაძლევად, რომლებიც დღეს აქვთ შეზღუდული შეძლებების მქონე პირებს ჩვენს ქვეყანაში. და რა თქმა უნდა მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, რომ რჩება ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაჭრას დროულად, მაგრამ აქვე ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ რა თქმა უნდა წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების ერთბაშად ერთ დღეში მოგვარება რა თქმა უნდა პრაქტიკულად შეუძლებელი არის და ამას ჩვენ ვერ მოახერხებდით. უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მთავრობის მიერ ამ მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს დაწყებული პროექტი იგივე საქართველოს შინაგან სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახურის 112-ის ახალი სერვისი, ძალიან კარგი სერვისი არის. ასე 27 მარტიდან ყრუდასმენა დაქვეითებულ პირებისთვის დაინერგა SMS და ვიდეო ზარის 20 საათიანი უფასო სერვისი. ეს პროექტი თავისთავად განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს UNDP-ის და SIDA-ს მხარდაჭერით და დახმარებით. ასევე დღევანდელი მონაცემებით მე გეტყვით, რომ SMS სერვისი დანერგილი არის 18 ქვეყანაში. ვიდეო ზარვის სერვისი მოქმედებს 6 ქვეყანაში, ხოლო ორივე სერვისი ფუნქციონირებს მხოლოდ 3 ევროპულ სახელმწიფოში. ესენი არის ჩეხეთი, მალტა და საფრანგეთი. და რა თქმა უნდა ძალიან კარგი სიხარულო არის, რომ საქართველოს მსოფლიო მასშტაბით მეოთხე სახელმწიფო არის, სადაც შეზღუდული პირებს ორივე სერვისით სარგებლობა შეეძლებათ. აი ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელიც გადადგმული არის ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ უნდა შევძლოთ კიდევ წარმატებებს მივახციოთ, იმისათვის რომ საქართველოს თითოეული შრომო პირის უფლება იყოს სრულად დაცული და რეალიზებული. ეს არის ჩვენთვის მთავარი.